უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით მიზანმიმართულად შეარჩია რუსეთმა 25 დეკემბერი იმისათვის, რომ განეხორციელებინა მასობრივი საჰაერო თავდასხმა. მან ამის შესახებ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა განცხადება. ყველაზე მასობრივი თავდასხმა მოსამზადებელ დროს მოითხოვს და ეს არასდროს არის სპონტანური გადაწყვეტილება. ეს არის მიზანმიმართული არჩევანი, არა მხოლოდ სამიზნეების, არამედ დროისა და თარიღის. დღეს პუტინმა შეგნებულად აირჩია შობა თავდასხმისთვის. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო არაადამიანური? 70-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური და 100-ზე მეტი თავდასხმის დრონი. სამიზნე არის ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. ისინი აგრძელებენ უკრაინისთვის ელექტროენერგიის გათიშვაზე მუშაობას. დაწერა პლატფორმა X-ზე უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინის შერეღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ 25 დეკემბერს ღამით რუსეთის ძალებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასობრივი საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, გამოიყენეს 184 რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან უკრაინის საჰაერო ძალების თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო გაანეიტრალა 133, თუმცა ზოგიერთი მათგანი მოხვდა სამიზნეს უკრაინის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის კიევის ოლქში, ხარკივის ოლქში და ასევე ზაპოროჟიაშიც. აღსანიშნავია ის, რომ ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, მათ განაცხადეს, რომ მაღალი სიზუსტით მოქმედი იარაღი გამოიყენეს, რათა დარტყმა განეხორციელებინათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ამ შესახებ ინფორმაცია მათ დაადასტურეს Telegram არხზე. განცხადება გამოაქვეყნა ასევე თეთრმა სახლმა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ასობით რაკეტა მიაწოდა საჰაერო თავდაცვის და გზაში უფრო მეტიც მოდის. ვუბრძანეთ თავდაცვის სამინისტროს გააგრძელოს იარაღის მიწოდება უკრაინისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები დაუღალავად იმუშავებს უკრაინის პოზიციების გასამყარებლად, განაცხადა ჯო ბაიდენმა და თეთრმა სახლმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა ვებგვერდზე და აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ პლატფორმა X-ზე ამ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის კონფლიქტის რეგულაციაში დარეგულირებაში კიტ კელოგი. უკვე წარადგინა დონალდ ტრამპმა ის ამ პოზიციაზე. შობა უნდა იყოს მშვიდობიანი, თუმცა უკრაინას ამ ღამით სასტიკად დაესხნენ თავს. თავდასხმა რაკეტებითა და თვითმფრინავებით ღმერთის დაბადების დღეს მიუღებელია. მსოფლიო ყურადღებით აკვირდება ორივე მხარის მოქმედებებს. ამერიკის შეერთებული შტატები ისე როგორც არასდროს მზად არის დაამყაროს მშვიდობა რეგიონში.